ვიწყებთ ჩვენ შოუს პირველივე სასიამოვნო, სენსაციურად სასიამოვნო ინფორმაციით. მეგობრებო, ნანატრი ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაცია ადამიანები ქვეყანაში იცრებიან და ერთ-ერთი პირველი, ვინც დღეს ვაქცინა გაიკეთა, ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიდემიოლოგი ბატონი პაატაიმნაძე, ხომ? კი ბატონო, მის ამბობს რომ ყველაფერი ერთადერთია, ვინც ახლა გაიკეთა ამეთ. ერთადერთია, ვინც გაიკეთა იმ სამიდან. თავარია რომ გადავდგით. თავარია და ის ამბობს არ გადავა ყველაფერი კარგად არის. დაიძრა ამბავი. ვიხარია ძალიან, მაგრამ ერთი ამბავი ახლა აქ რა ხდება, უყურეთ, ესე იგი, ეს ვაქცინა ჯერჯერობით ყველასთვის არ არის თურმე მეგობრებო რა. პრობლემა რაშია, ნახეთ? ესე იგი, სულ რაღაც 45,000 თუ რაღაც დაახლოებით ამ იმაზეა რიცხვზე საუბარი, დაახლოებით ამდენი ვაქცინა შემოვიდა ქვეყანაში. და ნერვიულობთ იმაზე რომ ყველას არ გვეყოფაო და გვამშვიდებენ ეს პირველი ეტაპი ამერიკიდე შემოვავდა. მე მგონი სულთქვილად ნერვიულობთ. ჩვენ რომ გადავხედეთ, გამოვიკითხეთ ამბავი, იმდენი ადამიანი აპირებს რომ არ აიცრას. მაგ 45,000-დან ბევრი მოგრჩება კიდევაც მეგობრებო და შეგვიძლია სხვა ქვეყნებს დავეხმაროთ. 300-400 წელი ვაქცინა გადადეთ თუ რამე, ავიცრით დანარჩენი სხვებს დავეხმაროთ. აი ესეთი სიტუაცია რო გადავხედეთ. ესეთი ამბავი. მაგრამ ყველას გილოცავთ რომ ქვეყანაში ვაქცინა არის და შეგვიძლია ნელ-ნელა უკვე ავიცრათ. მაგარი სათაურები იქნება მსოფლიოში რომ საქართველოს ვაქცინას უნაწილებს სხვა ქვეყნებს. ეს იმათ რა იცი რომ ჩვენ არ გვინდა. მაგას ეგნე ვერც დაუშვით. მაგას არ ვაბაზრებთ რო არა. ავტრო შემწონ არის. და იმიტომ უგზავნი რა. ერთ ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა კიდე ამ დღეებში, რომ არ მახსოვს რომელი ეპარქია, ერთ-ერთ ეპარქიაში დასავლეთში, მეუფესთან მისული ჟურნალისტები, რომლებიც აივანზე იმყოფებოდნენ, ყველა ვიცით ეს ამბავი, რომ ჩამოინგრა აივანი, ჩამოცვიდნენ ძირს და ნუ საბედნიეროდ ყველაფერი დასრულდა, რომ როგორც ვიცი მძიმე და რავი დაშავებულა და ესეთი ამბავი მოხდა. და ნახოთ თუ შეიძლება ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ერთ-ერთი სასულიერო პირი, მამაო, როგორც ამ ვიდეოში ჩანს, ამ ფაქტს როგორ ეხმაურება და როგორ შეშფოთებულია ის შემდეგ მეუფის საქციელით. შემევედი მეუფეს, ვეუნე მეუფე, ხალხი დაყრილია, ძირს კვდებიან და რა ქნარიცი? გასწორდა ასე წელში? ყოვლა წმიდა ღვთისმშობელო დაიწყო გალობა და აყვასთან ღვთილუე. აი ესეთი კომენტარი გააკეთა ამ კეთილმა ადამიანმა. განსაყვარელი ადამიანი და სხვათა შორის გამბედავი ადამიანია. არა სიადვილი არ არის, ანუ რომ ესე სასულიერო პირი გამოხიდე და იერარქიით მაღალ ადამიანს ესე სიმართლე თქვა და ამხილა. მოკლედ, ეს მესმის მე მისი მდგომარეობა, როგორ შეშფოთებულია მართლა გულწრფელად ადამიანს ეთყობა, რომ გაკვირვებულია ესეთი საქციელი და მე მესმის მისი, იმიტომ რომ ზუსტად იგივე სიტუაციაში მეც მოვხვედრიო, ვანიკო. მე ძირითადად შენც ესე ხარ ხომ შეშფოთებული. რა თქმა უნდა. შეთო ვერ ამჩნევა. ხო და გეტყვი აგერმე. ყოფილ ხარ კი არა. ხო და აი ყველაზე მაგრად ბოლოს რაზეც შევშმოცდი, ეგ რა იყო იცი? აგერ არ იყო ცოტა ხნის წინ ბიჭო. გექანა ეს ნოდარა მელაძე და გადავარდა ტევე პირველზე. აქეთ გამევიქეცი მე და შოუვარდი გვარამიას კაბინეტში და ვეუნებ. დირექტორო თქვა. ნოდარა მელაძე გავარდა გექანა და გადახდა ტევე პირველზე თქვა ვეუნე. ამან რა ქნარიცი? გეიმართა ასე წელში. იმის იქითაც სასულაო და გააგზელა პირდაპირ ეთე. აყვენ მე რამე ჟურნალისტ. ეს არის აქციელი. რა ახლა ეს. აი ესე ძალიან კარგი. სხვათა შორის ძალიან მინდა რომ ამ ადამიანმა გააკეთოს თავის ток-შოუ. ეს წარმოიდგინე რომ დგას თავის ნებისმიერ თემას ხო მოვლენებს აშუქებს მაგალითად არ ვიცი ხა ესე კარგად არ გამომდის როგორც ბიჭო მე პაროდიას არ ვაკეთებ ამან მართლა გვე მართლა ეგრე ვლაპარაკო მერიდა ბაიდენი და ეუბნება ტრანს ხო წააგე შეკაცო ეს არჩევნებია დადი ახლა ვიზია დადი სახში რა ქნამა თუ იცი დაიწყო გაყალბებულ არჩევნებს სწორად მომო კაი ბიჭო ეგ არ ჯობია საინფორმაციო გამოშვებას რო უყურებ ხოლმე და უყურებ ბოლომდე საინფორმაციოს კი ბატონო სიყვარული გიხარი კიდე რა ამბებიან. კიდე ნუ ეხლა ცოტა უნდა ფანტასტიკის სფეროში გადავიდეთ. რაც უკვე პრინციპში მალე შეიძლება ფანტასტიკის სფერო აღარ იყოს, იმიტომ რომ მოკლედ ესეთი სტატია ვნახე, სადაც წერია რომ თვარეზე გაფრენა ქართველებსაც შეუძლიათ. რა მაგარია, გავფრინდეთ. მაო, წავიდეთ და გავფრინდეთ. მერე რომ მივხვდი რაშიც იყო საქმე, ხა რა ხდება? ესე იგი იაპონელი მილიარდელი აგროვებს 8 ადამიანს სოფლიოდან, რომ ერთი კვირით თვარეზე აიყვანოს. წავიდეთ მე ჩვენს თუ შეგვიძლია რა. მაგრამ არის ისე ახლა მაინც დავფიქრდი ესე იგი მილიარდელებს შორისაც როგორი განსხვავება აქვს. ყველა მილიარდელი ერთნაირი კი არ არის. ეს კაცი წარმოიდგინე 8 ადამიანს უშვებს თვარეზე დასასვენებლად. ერთი კვირი. და ჩვენი მილიარდელი რა შრება? გერმანიაში გუშვებს სამუშაოდ. ყველას ერთი. საერთოდ მთელი ცხოვრება. ასე რომ არის. პატაშერის მართლა ბევრი კაცი აშკარად განსხვავდები. წავა იმიტომ წავა რომ მე იქიდან გერმანიაში ჩაიპარო. არა თვარეზე თან კიდე ბევრი ქართველი. ხოდი იქნება ეგეთი. თავარია ძმაო თვარეზე ჩამიყვანე. კოსმოსურ სააგენტოს ვეუნებ. შენ ძმაო თავარია თვარემდე ჩამიყვანე და ჩემი პასპორტი დამაჭერი ხელში და მე მივხედავ და ახში თავს მივხედავ და გადააკეთე.
აქედანაც რეკავენ მაგარი. მე ერთი რაღაც მინდა ვთქო, არ ვიცი, აქედან შესაძლებელია თუ არა მე იმ იაპონელს მივაწვდინო ხმა, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქო, რომ თუ ქართველია. ვაკელი რო წაიყვანო თუ შეიძლება. მე ეს იმიტომ რომ მინდა რომ სადმე მაინც ვაკელმა იგზნოს თავი ჩამოთრეულ. დაიხოლეთ რა. სადმე ხოლმე იგზნოს ვაკელი. ჩამოსული არის ჩამოსული. ხო, ცოტა ხანი ნახეთ როგორია ეგ. ფარეზი ჩამოსული. ისე რა არის, მთავარია იქ ერთი ქართველი ჩავიდეს და მე პრობლემა აღარ არის რა. წარმოიდგინე, როგორც კი პირველი ქართველი ჩავა, იქიდან ზარი იქნება პირველივე ეგეთი რა. აქეთ თავისიანებს რო ურეკავს მთვარიდან. ბიჭო, ძმებო, თქვენ ლიჟბი ჩემამდე ჩამოდით და დალშე მე მოგხედავთ რა. ეგეთიც თავის ეკაცება. მალე იქნება ეგ შეიძლება. და ასევე ფანტასტიკის სფეროში მინდა გითხრათ ახალი ამბავი. თუ იცით საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი რო ჩატარდა. სტარდება პერიოდულად. კი, სტარდება ხოლმე. მე ხა კარგად ფეხბურთში არ ვარ ჩახედული, მაგრამ მთელი ამ ტურის განმავლობაში საუკეთესო 3 გოლი ვერ გამოვლინდა და თუ იცით როგორ ამას უავლენენ ხოლმე სამ ტურის საუკეთესო წელს ვერ გამოვლინდა და რატო თუ იცი? რატო? ერთ-ერთმანეთს უკეთესი გოლები იყო, რომ ვერ შეიძლება და ანუ ისეთი კონკურენცია იყო, რომ ვერ ხო, ბევრი გოლი არა, ეგ არისო. აბა? 2 გოლზე მეტი არ გავიდა საერთოდ. კლიანად ჩემპიონატი. აი, კარგად აღიხსენე ასნიშნავ. აი, ხო არის და მე მგონი 10 გუნდია, ხო? თუ 10 გუნდია ჩემპიონატში. 10 გუნდია, 10 თამაშია შესაბამისად, 10 ბურთია და ანუ 10 გუნდი და რამდენი იქნება? 11 კაცია თითო 220 კაცი, 220 კაცი. ორი ბურთი ვერ გავიდა. ანუ 220 კაცი ერთი კვირა 10 ბურთი. ეხა თქვენი შესაძლებელი. თქვენი გადმოსახედიდან კიდე ეხა თქვენ ვერ ხდებით იქ რა მოხდა. ანუ აი ეგ მაგას სჭირდება ძალიან დიდი მოხერხება. და მე კიდევ ერთხელ დავწუნდი როგორი ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები რა. ამას მოხერხება უნდა სერიოზულად გეუბნები ამან. ზრდილობა ერთ ჩემპიონატში ამას ვერ იზამენ რა. ჩვენ ერთენი 2 გოლზე მეტი არ გავიდა. ნუ ეხა კიდე სხვა მიზეზები არის ის რომ თუ შეამჩნევთ ხოლმე სტადიონზე ადამიანებს რომლებიც იქ შედან კაციშვილი რო არ არის, მაგრამ 2 ადამიანი ბოლო გამოშვების მაკით რო შედან ხოლმე, იცი ვინ არიან ეგ ადამიანები? პარალელურ რეჟიმში ისინი დებენ თამაშებს ჩინურ ტოტალიზატორში. ასე რომ შეიძლება მთლიანად ტურში 2 გოლი რო გასულიყო, მაგაზე ედო ვიღაცას ბევრი პლუს და ეს ამბავი მოხდა. არა, ამას კარგი კუთხითაც შეგვიძლია შევხედოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლიოში მხოლოდ ჩვენ მყავს ისეთი მეკარეები, რომლებიც ტურში 2 გოლზე მეც არ უშვებენ. ისე შეცვლილი იყო რომ არ გაეშვა. უბრალოდ რო დაფიქსირებული იყო გოლის გასვლა. კარგი, შემდეგ ამბავზე სპორტში ყველაფერი კარგად არის. შემდეგი ამბავი არის ერთ-ერთი, ნუ ეხა შეხვედრები ხო ძალიან პოპულარულია ჩვენი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, ხან იმ სამთავრობო დელეგაციას ხვდება, ხან ამას რომ ბევრი შეხვედრებია. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ამ შეხვედრების სადღაც პირველი ეტაპია რა. მაგ დროს რა ხდება ხოლმე? ნუ ერთი ჯგუფი მაგიდასთან დასხდებიან ერთ მხარეს, მეორე ჯგუფი მეორე მხარეს და ერთმანეთს ესაუბრებიან ძალიან მნიშვნელოვან. ეს შენ ეხა ამბობ წესით როგორც უნდა იყოს და იქ რა ხდება? აი ნახოთ, მოკლედ როგორი შეხვედრა იყო, ეს ფოტო გვაქვს ამ შეხვედრის სამსახველი. აბა დავაკვირდეთ? შვენია. აი სტუმარ მასპინძლობა ამას ჩვენ ამბობთ. აზიანად ხო იცი. ესე იგი ეს როგორი შეხვედრაა, ხო ხვდებით? ანუ ვიდეო ჩართვა სტუმარი წინ კი არ უზის, სტუმარი წინ ერთვება, ხო, როგორც ბავშვები ესწრებიან კაკეთილზე ონლაინ, როგორც ეხლა ხდება ხოლმე ჩართვები. და ამ ტელევიზორის წინაც დადგეს ჩვენებმა კულტურულად ეტიკეტის მიხედვით წყალი. მართალია ტელევიზორის წინ ერთვებიან, მაგრამ წყალი დადგეს. ეხლა აწყდა ამაზე მითქმა მოთქმა რო იციან ხოლმე რა, რომ და რა არის სასაცილო ვერ გავიგეს. შესაძლოა ქართულ პონტში, ჯიგრულ პონტში თავიდან ამ ჩამრთველებს შესთავაზეს რომ კონიაკი ხო არ დაგიდგათო ჯიგრებო, ეხლა მარტო წყალი და იმათმა არა ჩვენ ოფიციალურ შეხვედრებში არ სვამთო რა. და დადგეს წყალი. არ სვამთო რა. წყალი გვირჩევნია. და წყალი დადგეს რა. არა ისე მე რა მაინტერესებს ვინც მაგრამ აი ეს ვიღაცამ ხო ეს მოიფიქრა. ხო. ანუ მე ის ადამიანი მაინტერესებს ვინც მონიტორებთან ეს წყალი დადგა და საერთოდ ვერ მიხვდა რა საკეთებდა. ხო ალბათ. ზოგადად მიხვდა შე. რა, ბიჭო, გამაგიში ახლა რა შუნა გამოიყენებინათ იმ ადამიანს ვინც იქით იყვნენ, აი ჩართვის იქით რო იყვნენ, ის წყალი რა შუნა გამოდგა. ჯერ ერთი ეტიკეტია, ერთია რო არ იყენებ, მეორეა რო ეტიკეტი, მაგეტიკეტი იყო ზუსტად რა ეჩალზი რო წაიყვანეს ჯვარზე რო სილამაზე ენახა და ახლობით ეგეთი ეტიკეტი. აი მე გავაჩუმებ რა. თუ შეიძლება მართლა ასე ილოსნაირმა ტიპებმა რო სასაცილო დაიგდეს ეს ამბავი, გაგრძელება როგორი მოყვა ეს ფოტოს გვაჩვენეთ. აი? აჰა, გასაგებია. აი პრაქტიკულად ჩაულ გადმოვიდა და მე აიღო წყალი დაიგო. ხო, რა გინდა მართლები ყოფილა, სწორად გავუკეთებთ ხო? რა გიგონა, აბა შეგონია რომ ის ტელევიზორი ეგრეა და მარტო ჩანანი ხო, ნუ მე ხა ესე წინ თუ იყო ტექნიკა, მაგას ვერ წარმოვიდგენ. ხო, ნუ გონია ესე რაღაც ისულები წინასწარ მოიტყვი ხოლმე რაღაცეებს რა. მოკლედ, როგორც იქნა ვეძებეთ რაღაც პოლიტიკურის გარდაც ამბავი, ძალიან საინტერესო ამბავი ნახეთ, ერთ-ერთი ვიდეო, როგორ ამოწმებს დასაბან დუშკაბინას ერთ-ერთი მომხმარებელი თუ კლიენტი მაღაზიაში თუ შეიძლება ეს ვიდეო რო ვნახოთ რა, რო ვაჩვენოთ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ეს ვიდეო. აბა ვნახოთ. ძალიან საინტერესო ვიდეო, ქალბატონი არჩევს დუშკაბინას რომ შეიძლება
სხვადასხვა იცით როგორი ამბავია ეხა შევიდა ხალბატონი შიგნით და იბანაობს ხო ნახულობს მართლაც საქმეში. უნდა ნახო როგორ გამოგდა საქმეში როგორია და ძალიან ისეთი პრაგმატული ხალბატონი ყოფილა. ვიდრე აქ მოვიდოდა, ჯერ აქამდე ყოფილა სპორტ დარბაზში სარბენი ბილიკი შეუმოწმებია რა, ურბენია იქ, კარგად. მე მოსულა აქ და შეუმოწმებია დუშკაბინა, ბანაობაც აქედან გადავიდა პირსახოცების განყოფილებაში და იქ პირსახოცების შეამოწმა, მე ელექტროტექნიკის მაღაზიაში გადავიდა იქ ფენი შეუმოწმებია და ახლა ავეჯის მაღაზიიდან რეკავენ, გააღვიძეთ ეს ხალბატონი, ვერ წამოვაგდეთ საწოლიდანო. სარეცხის დივანს ამოწმა. სარეცხის მანქანა როგორ მუშაობს? მართლა ძალიან საყვარელი ხალბატონი, აი. ცხოვრების რეპეტიციას საყვარელი, აი ყველა ძალიან პრაქტიკულად აკეთებს. არა და შეიძლება რომ მიუბაძოთ კიდეც რა. ხელი ხონა გაშალო იმაში რა, რომ შეხვალ, აი. კარგად გაიმართო რა. მოგშივდება წახვალ ბაზარში, გასინჯავ ყველაფერს და გაინტერესებს. იქ ასო დატესტვის რეჟიმში ხარ. სარეცხის მანქანა რო გაბუსტეს, როგორ უნდა დატესტოს? შევიდეს. ელექტრომაღაზიაში მიხვალ და მიიტან სარეცხს ეტყვი, რომ მაინტერესებს როგორ მუშაობს. რა გინდა, მე მგონი ძალიან კაი ცხოვრება არის და რატომაც არა. რატო ვიკლავ ჩვენაც? კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სახალისო, აი მე ამ ვიდეოს ძალიან ბევრჯერ ვუყურე რა, ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ აი არ არსებობს რომ რაღაცნაირ განწყობაზე არ დაგაყენოს. რაღაცნაირ არ ვიცი რანაირ განწყობა ქვია, მაგრამ თუ შეიძლება ვნახოთ ეს ძალიან საინტერესო ვიდეო, ვახტანგ მეგრელიშვილი შეხვედრაზე იყო. ალბათ თავრობის წარმომადგენლებთან როგორც ჩანს, არ ვიცი ზუსტად მე არ გამიკვირდა და შეხვედრიდან გამოსულმა ასეთი კომენტარი გააკეთა. სულ რამდენიმე წუთში არა, მაგრამ ძალიან მალე დავტოვეთ და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. კარგად თუ პასუხები ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხოთ. რა კითხვები? ძირითადად და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ რა იყო ეს? პასუხი რა? არა, მე მგონი ორი მწვავე საკითხით იყო შესული რა. ორი მწვავე ამბით იყო შესული. ერთი, არავითარ შემთხვევაში არ წავიდეთ არავითარ კომპრომისზე და მეორე, აღარ მოვწიოთ ბოთლი. აი ამ ორი წინადადებით იყო შესული რა, მე მგონი რა, რომ აი იცი რა არის ძალიან და ამბობს ეგ რომ გავიდნენ, მოდი უთხრათ ამ ადამიანს რომ რა რაღაც რო ვერ გაიგო და პროტესტი გამეწა სინამდვილეში როგორ იყო რა. როგორ იყო? იმიტომ რომ სინამდვილეში მოხდა სხვანაირად და საერთოდ ეს რო შევიდა იქ, რა კონდიციაშიც იყო, ისეთი კითხვები დასვა. რომ იმ ადამიანებს რომ ამაზე ეპასუხათ, გავიდნენ და მოწიეს. ოღონდ სიგარეტი არა, სხვა რამე. რომ გათანაბრებოდნენ ამას. აბა ეს როგორ ფიქრობ, ეს რა კონდიციაში შევიდა და ხო რა პოლიტიკაზე კი არ დასვოდა, ალბათ შევიდა და თქვა რომ ნეტა მარტო ვართ ამ გალაქტიკაში. ეგრე არ იტყოდა. ნეტა მარტო გალაქტიკაში ადგენენ ის სახელმწიფო თან ხალხს ვისაც იძახის სიგარეტი მოწიაო ჯერ მოწის ისა ქვია მოსაწევი მოწეულიც კი არ ქონათ ადგენენ გავიდნენ მოსაწევი მოწიეს და გათანაბრდნენ და რომ გათანაბრდნენ ეს ადგა და წამოვიდა ბიჭო ნეტა მეორე მხარეს ვინ ისხდნენ ესე რომ დაუჯდა საინტერესო სცენა იქნებოდა ეს ლაპარაკება ნეტას გიტირებთ ამ თავრობამ წაგლეკავთ სულ ყველა ესე იგი ისე შეაშინა ისინი მაგრამ ფაქტია რა რომ მაგარი კაცი მე მივესალმები ესე იგი ვინც იყვნენ იქით ვისთანაც მივიდა და ვისთანაც მოლაპარაკება ქონა იმათ მივესალმები ესე იგი ოღონდ სახელმწიფოში მშვიდობა ჩამოყალიბეს და ხალხმა პირველად მოსაწევი მოწია ბიჭო არ ამას გაუთან მაგრამ ერთი საინტერესო რაღაცაზე დავფიქრდი მე თუ დააკვირდები ამათ გირჩის ამბავს ვამბობ რა აი ბიჭების და ჯაფარას თუ დააკვირდებით ეწევიან არა მე მგონი რა ხდება იცი თუ დააკვირდები ესენი ალბათ ეწევიან მაგრამ ჯაფარა ან აღარ ეწევა ან პაუზა იყო კი არ დაიშალნენ ცოტა ხანი არ ჯაფარა საჭირდა ჯაფარა თქვა ბიჭო გადაავი რატო არ ეწევ აი ეს აი როგორ ხდება ხომ არ ვიცი რა მე ასე გამიგია ჩვენ ეგ გამიგონია ხო თავი თვითონ ხა მე ასე გამიგონია რა მოკლედ ეგ არის რაღაცები რასაც წავაწყდით ხო ნუ ძირითადად ესეთი ამბები ხდება კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ის რომ როცა ადამიანი საქართველოში დაგაინტერესებს რაღაცა საჭორაო ამბები შედიხარ და ყველაფერი არის პოლიტიზირებული. არაფერი სხვა. მეგობრებო. აი, სულ რამე მოგვაწოდეთ, იქნება რამე საინტერესო ამბავი ჩვენს გავიგოთ. პოლიტიკა რო არის, იმიტომ რომ ხო, თუ კიდე რაღაც საინტერესოებს გავიგებთ, გაგიზიარებთ ხოლმე აუცილებლად. მაგრამ ჩვენ სიურპრიზი გვაქვს. ჩვენ დასასრულს მივუახლოვდით და გადავწყვიტეთ, რომ დღეს რაღაცნაირად დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი მაყურებლის გაუთავებელი თხოვნა, რომელიც პირველი გადაცემიდან არის, რომ ჩვენ ერთობლივი ცეკვა შეგვესრულებინა. კი. იყო ესეთი თხოვნა, ჩვენ გვწერენ, უამრავი ზარი შემოდის, უამრავი წერილი შემოდის, ბიჭებო, როდის იცეკვებთ, როდის აცეკვდებით, დროა იცეკვოთ. ნუ მოკლედ აი გაუთავებლად შემოდის მეტი ცეკვა და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო ვნახეთ, რომელმაც გადაგვაწყვეტინა, რომ დროა ჩვენც ავცეკვდეთ. მხოლოდ გაბედოა. საჭიროა მხოლოდ გაბედო და შენ იცეკვებ. ვნახოთ ეს ვიდეო.